გამარჯობა. ყველას მოგესალმებით, როგორც დაგვერდით, ჩემი სტუმარია ამერიკიდან ელიზაბეთ ლეინი, ჟურნალისტი, ქართული სივრცე ასე თუ ისე უკვე იცნობთ ამ ახალგაზრდას და ვიცი რომ ძალიან დიდი დაინტერესება იყო თქვენი მხრიდან მისი სტუმრობის ინტერესი გქონდათ, რას ისაუბრებ და როგორ წარმოაჩენდა თავის პოლიტიკურ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე. საღამო მშვიდობისა არა, თქვენთან დილო მშვიდობისა ელიზაბეთ, მადლობა სტუმრობისთვის. და დავიწყოთ მიესალმებს მაყურებელს და ნელა უკვე გადავალთ კითხვებზეც. მადლობა მოწვევისთვის თეკა, მოგესალმებით ყველას საქართველოში. იმედია რომ მშვიდობიანი საღამო გაქვთ. ჩემთანაც მშვიდობიანი დღე არის, უბრალოდ ცოტა ქარიანი, მაგრამ დავიწყოთ. მინდა ნახეთ როგორი რაღაც გავაკეთოთ ყველა პროცესი, ყველა ჩემი შეკითხვა, საგარეო პოლიტიკა იქნება, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესები იქნება, თუ რაც იქნება, ყველაფერი დავაკავშირო საბოლოო ჯამში საქართველოსთან, რა გავლენები აქვს ამა თუ იმ პროცესს საქართველოზე. და თქვენგან დანახული მაინტერესებს როგორი იქნება პასუხები. რეალურად თქვენი აზრით, რა სურს ამერიკას საქართველოსგან? არის თუ არა დასავლეთის სტრატეგიულ რუკაზე საქართველოს მნიშვნელოვანი ქვეყანა და როგორ ჩანს მაქედან ეს ყველაფერი? და ის თეკლა თქვენობით მოგვართო თუ შენობით მოგვართო როგორც გირჩევთ. ნაუბრად ვისაუბროთ, მე მგონი კარგი იქნება, არ არის პრობლემა. თეკლა ამერიკას რა სურს საქართველოსგან? ამერიკას საქართველოსგან სურს ის, რაც სურს ყველა ქვეყნისგან. ეს არის მონობა. კისინჯერის სიტყვებია, რომ ძალიან რთულია იყო ამერიკის მტერი, მაგრამ მეგობრობა დამღუპელიაო, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ მეგობრები არ გვყავს, ჩვენ არ გვყავს, ასე ვთქვათ, თანამებრძოლები, ჩვენ გვყავს მონები. ეს პირდაპირ თქმა არის ამისი, რომ ესეა, ხო? და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს კისინჯერი ხო ერთი ადამიანია და შეიძლება რომ შეცდომა ეს ყველაფერი და კისინჯერის პირადი აზროვნებაა, ხო? 20+ წელი არის უკვე ვუყურებთ ამერიკა როგორ იყენებს საკუთარ მეგობრებს და შემდეგ ტოვებს მათ, ხო? ეს ძალიან რთულია ჩემთვის ესეთი რაღაცების ლაპარაკი, იმიტომ რომ ამერიკა არის ჩემი სამშობლო, ეს არის ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვადასტურებ იმას ამ პოლიტიკურ ასპექტთან ერთად, რომ ამერიკელი ხალხი ესეთი არ არის. როგორც მაგალითად სხვა ქვეყნებშიც ნახავთ, რომ პოლიტიკაში ყველაზე ბინძური, ყველაზე ესე ვთქვათ, ბნელი ადამიანები არიან, ასე ხდება ამერიკაში. უბრალოდ ამერიკა არის ძალიან დიდი ქვეყანა, მათ აქვთ უფრო მეტი გავლენა და ამიტომაც ჩანს ისე, რომ ამერიკელი ხალხი არის მონსტრი. არ არის ესე, ამერიკელი ხალხი აქ domestically თავის ბრძოლაშია, რომ ეს ასე არ იყოს და ოდესღაც გქონდა ეგ ქვეყანა კენედის დროს, როდესაც ვიყავით ძალიან ძლიერი, ვიყავით ძალიან მაგარი ქვეყანა და ყველა ჩვენი დამაყობდა, უნდა რომ ყოფილიყო ამერიკელი, ხო ასეა. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა და სხვათა შორის რატო შეიცვალა, იცი? ძალიან საინტერესოა. ამერიკელი ხალხი მოტუნდა. მისცა ესეთ ფსიქოპატებს იმის უფლება, რომ დაესაკუთრებინათ პოზიციები, მოეკლათ პრეზიდენტი, არანაირი საპასუხისმგებლო მოქმედებები ამას არ მოყვა, ხო? ანუ ამერიკელი ხალხი მოდუნდა და აღარ ითხოვდა პასუხს თავიანთი government-ისგან. აი, ამიტომ არის, რომ დღეს ვართ აქ. ხედავთ როგორ იქნება ახალი ძალთა ბალანსი მსოფლიოში და როგორ ფიქრობთ, ამერიკა როგორც ჰეგემონი ქვეყანა, სუსტდება თუ უბრალოდ ეხლა სტრატეგიას იცვლის, პოლიტიკურ სტრატეგიას იცვლის? ეცით რა არის, ჯერადრეა ამის ესე დადასტურებით თქვა, მაგრამ რა თქმა უნდა ორი აზრი არის, როდესაც სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ არავინ არ ბედავდა ან უარის თქმას, ან ამერიკის წინააღმდეგ წასვლას. დღეს ქვეყნები, მაგალითად ტრამპმა შესთავაზა ევროპას, რომ დაეცვათ ჰორმუსის სრუტე. ევროპამ თქვა, მაგრამ ანუ დღეს ქვეყნებმა მივიდნენ იმ დასკვნამდე ქვეყნები, რომ თურმე არც ისეთი დიდი მონსტრია ამერიკა, არც ისეთი დაუმარცხებელია, არც ისეთი, ანუ აქვს სუსტი წერტილები და ამ სუსტ წერტილებს იყენებენ ძალიან კარგად. და ეს გამოჩნდა იმიტომ, რომ ეს დაუსრულებელი ომები საგარეო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, როდესაც მუდამ რინგზე ხარ, დადგება დრო, რომ ვიღაცა მიხვდება, რომ თურმე შენი მარცხენით ან მარჯვენით კარგად არ უტყავ, ხო? ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. ანუ როდესაც მუდმივად ომში ხარ, საბოლოო ჯამში ისწავლიან რა არის შენთვის ყველაზე სუსტი წერტილი და ამ წერტილში გეტყავენ. ეს ხდება დღეს ამერიკაში. ამერიკა ესე ვერ ვიტყვი, რომ სუსტდება, მაგრამ ფაქტის ახეზია, რომ იგივე ჰეგემონია აღარ არის, როგორც იყო. მაგალითად, თუნდაც ჩინეთთან, ხო?
აი, ზუსტად მანდ გადავდივარ ახლა. რა გამოიკვეთა თქვენი აზრით ტრამპის ჩინეთში ვიზიტით და თუ თვლით რომ ჩინეთი ძლიერდება, მაშინ რამდენად შეცვლის ეს კავკასიის ბედს? კი ბატონო, ნახეთ, ჩემი აზრით ეს ჩინეთის ვიზიტი ტრამპის მიერ უნდა ყოფილიყო, უნდა მომხდარიყო, როდესაც ჰორმუსი გაიღებოდა, ხო? ანუ ესეთი მოლოდინი იყო, რომ ეხა ჰორმუს უცებ დავამთავრებთ, აქ ჩავკეტავთ pressure points დავაწვევით ირანს ამითი, შევქმნით ისეთ სიტუაციას, რომ სხვა გზა არ ექნება და გახსნიან, აქ იერიში მივიტანთ, ჰეზბოლაჰის შუაში და ისრაელი არ ჩერდება ლებენონში. და მოკლედ აი ამ ყველაფრიდან აპირებდნენ რომ სანამ ჩინეთში ჩავიდოთ და მანამდე ეს სიტუაცია უკვე პროამერიკულად შემოტრიალდებოდა, ხო? მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ ტრამპი ჩადის ჩინეთში და ში ჟინპინთან ყველაზე ასე ვთქვათ, ნეიტრალური საუბარი აქვს, რაც არ არის ტრამპის characteristics, ანუ body shit ინგლისურ სიტყვებს, მაგრამ ანუ არ არის მის ხასიათში, ხო? ტრამპი არის ყოველთვის დომინანტი ოთახში, როდესაც ზის ევროპელ ლიდერებთან გემახსოვრებათ რა უთხრა მერც ალბათ რომ ნაციზმი გაახსენა და არც თუ ისეთ ეხა ცუდ ამბავში იყავიო. ყველას ანუ იაპონიის ლიდერს გაახსენა პერლ ჰარბორი. რატომაც ჩინეთთან ესეთი სიტუაცია არ აქვს. ანუ ჩინეთთან ძალიან მოთოკილი ხასიათით საუბრობს ეს რატო? ანუ ეს გაძლევს იმის საშუალებას დაინახო, რომ ტრამპი დომინანტი არ არის ოთახში. ესეც საინტერესო პასუხი იყო. კიდევ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება დღეს ჩინეთის ასე ვთქვათ გაძლიერების თემაში ესეთ არის ჩინეთი გაძლიერდა ერთ-ერთი ასპექტი ჩინეთის გაძლიერების არის გამოწვეული იმისგან რომ ამერიკამ აბსოლუტურად ყველა მეგობარი დაკარგა. ანუ ნახე, როდესაც შენ აბსოლუტურად გულწრფელად გინდა ვიღაცასთან მეგობრობა, აი საქართველოს მაგალითად. და ეუბნები რომ მოდი იცი რა არის თუ 50-50 50-50 არ იქნება, იყოს 30% მაინც ჩემი, ხო? ანუ არ ვამბობ რომ 50-50-ზე 30% მაინც მომეცი ამ მეგობრობაში და პარტნიორობაში. როდესაც ამერიკა არასოდეს არ ვიძლევით ამას, ხო? ამერიკელები ანუ შენ იყო ჩემი მონა. და ამ დროს უკვე ხალხი ფიქრობს, რომ ოკეი, სხვა ვარიანტი რა არის აქ, ხო? ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ქართველს, არც ერთ რუსს არ უნდა ჩინეთი ამერიკაზე მეტად. აი წარმოიდგინეთ ამერიკას, რომ შეეძლოს ნორმალური, ნატურალური ურთიერთობა ჩინეთთან. როგორ ფიქრობთ, ჩინეთი დღეს იქნება პირველი პარტნიორი ჩინეთთან არა, რუსეთთან. რუსეთი პირველი პარტნიორი ჩინეთის, რა თქმა უნდა არა, ხო? ეგ ხორი აზრი არ არის, ანუ ჩინეთის კულტურა და რუსეთის კულტურა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამერიკის და რუსეთის კულტურა ეგრე არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯერ ერთი ქრისტიანები არიან, თეთრკანიანი ქრისტიანები არიან, ხო? ბევრი საერთო აქვს. კულტურითაც ძალიან ახლოს არიან. რუსეთსაც ისე უყვარს კაპიტალიზმი და თავისუფლება, როგორც უყვარს ამერიკას. მაგრამ მიაყენეს კუთხეში რუსეთი, სხვა გზა არ დაუტოვეს და აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან არიან საუკეთესო პარტნიორები დღეს. რა გამოწვევების წინაშე დააყენებს საქართველოს ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, შენ გადმოსახით და რო გითხრა? ეს დამოკიდებული არის რამდენ გამწვავდება სიტუაცია. ანუ თუ სიტუაცია გამწვავდება ისე რომ მაგალითად დღეს ვსაუბრობთ boots on the ground ირანში და ასე შემდეგ, თუ გამწვავდება ესე სიტუაცია, აქ უკვე თურქეთი გააქტიურდება საკმაოდ და არა მარტო თურქეთი და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემები შეიქმნება საქართველოში მის საზღვრებზე და ასე შემდეგ, ხო? არ მგონია რომ ეს აქამდე მივა, არანაირი ინტერესი არ არის ტრამპისგან ჯერჯერობით რომ ეს აქამდე მივიდეს, ის კი არა გამოსვლა უნდა ჰორმუსიდან, გაიჭედა ადამიანი ჰორმუსში, როდესაც არ ფიქრობდა ამაზე. თავის სიტყვებია ხოლმე ხო აქ სპეკულირებას არ ვაკეთებ, თვითონ თქვა რომ ვინ წარმოიდგენდა რომ ჰორმუსს ჩაკეტავდნენ, ხო? და ამაზე პასუხი მიიღო რომ ყველა მიცოდა შენს გარდა რომ ჰორმუსს ჩაკეტავდნენ, ხო? ანუ ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ ნუ ესეა. თუმცა ინტერესი ეს არ არის, ამიტომ ჩემი აზრით დღეს საქართველოს ძალიან ჭკვიანი უნდა მოიქცეს და სანამ იმის პერიოდი გაქვთ, რომ თქვენი ქვეყნები გვერდით სანქცირებულები არიან, რაც შეიძლება მეტი ბიზნეს ოპორტიუნიტი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ეს სანქციების ხვის სამწუხაროდ ხვისი გასაჭირი თქვენ მაინც გამოიყენოთ, ხო? ეს ძალიან ცუდი გამონათქვამია, მაგრამ რეალობა ეგრეა.
როგორ ფიქრობ, რატომ იქცა საქართველოს მუდმივი პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონად და უკრაინის შემდეგ არის თუ არა იმის საფრთხე, რუსეთი საქართველოს მოუბრუნდება, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს და არ გვაქვს დაწყებული მოლაპარაკებები ყველაზე ახლო მეზობელთან, ხო? ეცი რა არის ეს მითი, რომ რუსეთს უნდა საბჭოთა კავშირის ისე შექმნა და მიდის და იქ უკრაინა დაიპყრო და ასე, ნუ ეს არის ჩემთვის აბსოლუტური იდიოტიზმი. ეს ერთი. პუტინს არასოდეს ესეთი აზრები არ გამოუთქვია, არასოდეს არ უთქვია, რომ უნდა საბჭოთა კავშირის თავიდან განახლება და შექმნა, ამის არანაირი დამადასტურებელი არც აქტი, არც მოქმედება, არაფერი არ არის. ხო ესეა? ეს ერთი, მეორე, ყველაზე ნაკლებად დღეს რუსეთს აინტერესებს შენთან კონფლიქტი. შენთან მშვიდობა არის ყველაზე დიდი პლუსი რუსეთთან, იმიტომ რომ მათ უკვე ძალიან ბევრი აქვთ სათამაშო მოედანზე გადასაწყვეტი, ძალიან ბევრ რამეში არიან გარეული და სულაც არ ცალიათ, აი ჩემთვის როგორ მე რო ვიყო მაგალითად რუსეთის ლიდერშიპი, ჩემთვის საქართველო არის ზედმეტი თავის ტკივილი, როდესაც ის არის იმაში რა ქვია, ან ამ რევოლუციონურ სიტუაციაში, ან ესეთ სიტუაციაში აქტიურად მდებარე ქვეყანა, ხო? ანუ ჩემთვის ყველაზე მშვიდი საქართველო დღეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი. ზოგადი კითხვა მინდა. რა სიტყვით ეხლა რამდენიმე ადგილას არის უკვე საცეცხლე სიტუაცია, ხო, მსოფლიოში საომარი სიტუაციებია შექმნილი. მიდის თუ არა მსოფლიო დიდი ომისკენ, როგორ ჩანს მაქედან პოლიტიკურად აკვირდები ყველა პოლიტიკურ განცხადებებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს და ხედავ რა მდგომარეობაა, ხო, საერთო რუკაზე პაზლის პატარა ნაწილები როცა გროვდება ხოლმე დიდ სურათს მე მარტივად ხედავ და რამდენად ფიქრობ, რომ დიდი ომისკენ ხო არ მიდის მსოფლიო ასეთ დროს? ეცი რა არის დღეს ესე ჩანს. კი ბატონო, და ეს დამსახურება არის პირველ რიგში ევროპის. ანუ ევროპა არის entity ესეთი საგანია დღეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ ხელი გაუშვას მორალს, გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ სჭირდება ეკლესია, არ ვიცი ბოლოს ევროპაში როდის იყავი, მაგრამ ნებისმიერი ევროპულ ქვეყანაში ჩადი და ყველა ეკლესიადაც არიელებულია, საერთოდ არ აინტერესებთ ესეთი რაღაც. ევროპა არის ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც შეეძლოთ ნებისმიერი კრეატიული გამოსვლა, ნებისმიერი ბალერინა გინდა გამოიყვანე აცეკვე, ხო? არ არის პრობლემა, რამე ფოლკლორული გინდა გააკეთე, რამე სუპერბოლისნაირი, რამდენი ვარიანტი ხონდათ, ხო წარმოგიდგენია? გამოვიდნენ და საიდუმლო სერობა გახადეს დემონური გამოსვლა რაღაცა ტრანზებით და ასე შემდეგ. ეს არის ევროპა დღეს. მათ გადაწყვიტეს, რომ მათ უნდათ ომი, და უნდათ ომი რუსეთთან, იმიტომ რომ რუსეთი არ ნებდება აბსოლუტურად ოპოზიციაში უდგას, როდესაც მაგალითად საუბრობთ დატა ცენტრებზე, AI-ზე, GMO-ზე და ასე შემდეგ. და გადაწყვიტეს, რომ რუსეთი არის სერიოზული ხინჯი მათ გეგმაში, რომელი გეგმა ძალიან კარგად ვიცით, დიდი ხანი უკვე გვეუბნებიან, რომ ეჯენდა 2030 გეცოდინებათ ალბათ, ძალიან დიდი ხანი უკვე გვეუბნებიან, რომ უნდა ვიყოთ მონები, არაფერი არ გვეკუთვნის თურმე ამ სოფლიოში და მხოლოდ რენტზე უნდა ვიცხოვროთ და ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომ ესე წაიყვანონ ეს ყველაფერი. აქეთ მიდიან დღესაც. ამ ეჯენდის B პლანი სრულდება დღესაც. ზუსტად იგივეა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ქვეყანა ევროპა ქვეყნების გაერთიანება, რომელიც გვეუბნება, რომ თქვენ არ უნდა ჭამოთ ხორცი, მაგალითად, წითელი ხორცი. გადადით ხოჭოებზე. რეალური გამოთქმა, მათი ის არის, ხო, შემოთავაზება ეს რაღაცა. ნუ აბსურდულ რაღაცებზე საუბრობენ საერთოდ. ეს არის entity, რომელმაც აცრა ყველა Pfizer-დან დაწყებული, იმითი რა ქვია, მოდერნა დამთავრებული, თურმე აღმოჩნდა რა სერიოზული პრობლემები ჰქონდა Pfizer-ს, ხო? COVID-ის დროს. ნუ ამ ყველაფერს ამერიკაში არ ვიცი, რამდენად ადევნებ ახლა დღევანდელ მდგომარეობას. ხო, აი ალბათ მოусმინე CIA-ს whistleblowers, რომელიც გამოვიდა და ელაპარაკა COVID-ის თემაზე, ხო? და ეს ევროპა არის პირველი მატარებელი ამ ყველაფრის რა და ძალიან სასაცილოა ჩემთვის, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელმაც დააკენსელა არჩევნები რამოდენიმეჯერ იმაში რა ქვია ევროპულ ქვეყნებში, ასევე იმას აქნა ცემა საკუთარი გამომსვლელები იმაზე რა ქვია პროტესტზე ძალიან სერიოზულად. ესე კი არა რაღაც საქართველოში რომ წყლის ჭურვით და რაღაც სერიოზულად ცემა
ეს ქვეყანა ეუბნება საქართველოს თუ უნდა იყო დემოკრატიული რა. ანუ ეს ქვეყნების გაერთიანება გვასწავლის საქართველოში რომ თურმე დემოკრატები უნდა ვიყოთ და სიმართლე გითხრა, მაგ დროს მე გამიჩნდა ძალიან დიდი პროტესტი და ამოვიღე ჩანაწერები საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის დარბევების მძიმესი კადრები და მაგ მქონდა ჩემთან სოციალებში გაშვებული 100,000-ობით ნახვა მქონდა ამ ვიდეოს და მქონდა ესეთი წარწერა. მე მოვითხოვ დემოკრატიულობის სარჩულით რომ კარნახობენ როგორ მოიქცეს ჩვენი ქვეყანა ასეთ დროს საელჩოების წინ გავუშვათ დიდ მონიტორებზე და ვაყურებინოთ როგორი დემოკრატიულები არიან დემონსტრანტების მიმართ მათ ქვეყნებში. აი ეს მინდოდა იცი როგორი მოთხოვნა მქონდა. კი, ყველაზე არადემოკრატიულები არიან ევროპა, პირდაპირ ცემს საკუთარ ხალხს იმ დონეზე, რომ შემდეგ იარში ხვდებიან და ამერიკამ რაქნა ჯანვარის 6 დროს გაუშვა ეგრევე ციხეში ყველა. ყველა ციხეში გაუშვა. და ერთი მოკლეს. ეშლი ბაბეტი მკვდარია, ხო? ანუ ესროლეს ეშლი ბაბეტს და მოკლეს. და ეს ხალხი გვეუბნება, რომ საქართველოს პრობლემა დემოკრატიასთან. Sure. კი ბატონო. მოდი, ეხლა მინდა ესეთი რაღაც რა მოვლენა, რა პოლიტიკური მოვლენაა მსოფლიოსთვის სიონიზმი, როგორ უყურებ ამ პროცესს? ეს არის აბსოლუტური კიბო მსოფლიოსთვის. ეს არის დემონები, რომლებსაც არ ვიცი რა ძალა მართავს, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ადამიანური ძალა, ეს არის ბევრი დემონი გვინახია მსოფლიოში, ჰიტლერი იყო ერთ-ერთი, ხო, მათ შორის, მაგრამ ესეთი დემონები, რომელიც სადარიან ბავშვები დახოცონ გაზაში, აბსოლუტურად ქალები, ბავშვები ყველა, გაზა გაანადგურეს საერთოდ. გაზა აღარ არსებობს. და ეს არის გამოდიან და ძალიან იმითი pride და ასე შემდეგ გვეუბნებიან, რომ იქ ახალსახლებს ააშენებენ და real estate და ასე შემდეგ. ანუ მათთვის ეს ბიზნესი, ანუ კლავენ 5 წლის ბავშვებს ბიზნესის გამო. ეს არის ზაინიზმი. და დღეს სამწუხაროდ ეს კიბო ძალიან გავრცელებულია ამერიკაში, რა თქმა უნდა. მაგრამ არა მარტო ამერიკაში. ზაინიზმი არის იგივე პრობლემა, როგორც აქ, ისე ევროპაში. საკმაოდ სერიოზული პრობლემა, უბრალოდ იქ უფრო შეფარულად. მე აზრით ჩემი პირადი მოსაზრება მინდა თქვა, ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე რაც ჩვენ გვჭირს 75 წლის განმავლობაში, მხოლოდ პოლიტიკურ სახეებს არ მიუყვანიათ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დაუშვით ძალიან დიდი შეცდომები და თუ კი რაიმე გამოსასწორებელია, მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ გამოასწორებენ. და რატომ ვფიქრობ ესე? საზოგადოება არის დაყოფილი სხვადასხვა ფენებად, აქ ესე ჩანს ძალიან მწვავედ. ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბია, კი ბატონო, მაგრამ პიროვნებებს აღმერთებენ კონკრეტულ პიროვნებებს, პოლიტიკურ სახეებს გულისხმობ და ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკულად მიუდგნენ პოლიტიკურ ნაბიჯებს მათ დადებით იქნება, უარყოფით იქნება, ამას არ აფიქსირებენ, ვერ ხედავენ, არ აღიქვავენ საერთოდ და რეალურად მოწინააღმდეგე ფლანგის წარმომადგენლის თვალში ბეწვსაც კი ეძებენ. რეალურად ესეთი მოცემულობაა საქართველოში და ნახე როგორი რაღაც არის პოლიტიკურ სექტანტიზმამდე მივედით. რეალურად. ყველა საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, აქტიურ პოლიტიკურ პარტიას ფაქტიურად რაღაც კონკრეტული ჯგუფები ყავს სექტის მსგავსი, რომელიც საერთოდ არ უყურებს რეალურად მისი ფავორიტი, აი ბელადის მოლოდინშია ჩვენი ქვეყანა მუდმივად, ხო ხედავთ ამას და ამ სექტების სიტუაციამ დაძაბა ერთმანეთში ხალხი ძალიან. რატომ თქვი ეს ყველაფერი და რატომ გავაკეთე ესეთი შესავალი? ამერიკულ პოლიტიკაში როგორ არის საზოგადოება რამდენად ჯანსაღად უყურებს პოლიტიკურ პროცესებს და კონკრეტულ პიროვნებებთან თუ აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც საქართველოს აქვს. და ქართველებს გვაქვს დამოკიდებულება ვიღაცები გავაღმერთოთ და არ ვეძებოთ კრიტიკულად არ ვუყუროთ პოლიტიკოსებს. კი, რა თქმა უნდა. თუ არის იგივე პარალელები მინდა რომ გავავლო. რა თქმა უნდა, ამერიკაში ძალიან similar სიტუაცია არის ბევრ რაღაცაში, მაგალითად არიან ტრამპისტები, არიან crazy დემოკრატები და არიან ეს ძველი მაგას ხალხი, რომელიც დღეს შემოbrunდა ტრამპზე, ხო? ადამიანები, რომელსაც ეს დიდი იმედები ჰქონდათ ტრამპში, მათ შორის მეც, ყველაზე დიდი ტრამპ სუპორტერი ვიყავი მე თვითონ, ხო? ყოველთვის ვაღიარებ ამას. მაგრამ ტრამპმა უღალატა ჩემი აზრით დღეს ამერიკაში შემოbrunდა ყველანაირ პრომესზე. არ ვიცი ეს თლად მისი ბრალია თუ ეს უფრო რაღაც манипуლირება ხდება პრეზიდენტის, ჩემი აზრით ძალიან დიდი манипуლირება ხდება პრეზიდენტის, იმიტომ რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ, როდესაც
Marjorie Taylor Greene-თან, Tucker Carlson-თან და ესეთ ადამიანებთან იყავი გადაბმული მეგობარი და აბსოლუტურად ახლოს 24 საათში მეგობრებს არ კარგავენ, ხო? თუ რაღაცა სერიოზული ზეწოლა მენტალური არ ხდება ვიღაცაზე. ჩემი აზრით ეს ხდება დღეს ტრამპზე, მაგრამ ხე Deep State-ი რომ ამერიკაში არსებობს, ორი აზრი არ არის. Deep State-მა კენედის აჯობა ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ჭკვიან პრეზიდენტს, რომელსაც ჰქონდა იმის ასე ვთქვათ გამბედაობა რომ ჩელენჯი გამოეცხადა ამ ხალხისთვის და მიუხედავად იმისა რომ წააგო კენედისტები დღეს მათ მაინც ებრძვიან ისევ და ყოველთვის ვიძახი რომ შეიძლება სიბოროტეს კონდეს იმის პრივილეგია რომ რაღაცა პატარა ბრძოლები უცებ მოიგოს მაგრამ ომს ყოველთვის აგებს ეს ყოველთვის ეგრეა ასე რომ ამერიკაში ყავს ეგეთები კი ბევრი ესე იგი მარტო საქართველოს პრობლემა არ ყოფილა ეს ყველაფერი რამდენად ძლიერია დასავლური აგენტურა უფრო ძლიერი საქართველოში რუსული აგენტურა თუ როგორ ფიქრობ რომელი აგენტურა მძლავრობს და ამ სიტუაციაში ეხლა რა ჩანს ეხლანდელი კაცი საქართველოში რომელია მძლავრი ეს თქვენ გადაწყვიტოთ მაგრამ მე გეტყვით სოფლიოში ვინ არის ყველაზე მძლავრი სოფლიოში ყველაზე მძლავრი არის ამერიკის შეერთებული შტატების პროპაგანდა აქ ორი აზრი არის და არა ისინი არ არიან მარტო CIA ძალიან კარგად მუშაობს Mossad-თან ერთად მუშაობს MI6-თან ერთად საფრანგეთის დაზვერვასთან ერთად გერმანიის დაზვერვა საერთოდ ჯიბეში ყავთ ანუ შენ გებრძვის multiple ქვეყნები ხო ანუ არა ერთი არამედ ბევრი ერთად და რუსეთის სადაზვერვო არის ერთი FSB ანუ პრინციპულად ვიფიქროთ ამაზე ხო აი ძალიან ლოგიკურად ვიფიქროთ ერთი ქვეყნის სადაზვერვო შეადარა 30 ქვეყნის სადაზვერვოს რომელიც ზის CIA-ს ჯიბეში ხო და აი ძალიან მარტივად გეტყვით მექსიკის ამბავს გეტყვით როდესაც მექსიკის სადაზვერვოს უფროსი დაიჭირეს არალეგალური მანქანების მოკლედ ბიზნესზე და აღმოჩნდა რომ CIA-ს ჯიბეში იყო მექსიკის სადაზვერვოს უფროსი იყო CIA-ს ჯიბეში ну აი რა უნდა ელაპარაკო ხა მხალხს აი მაიკ ბენს უსმინეთ ძალიან კარგად ხსნის ამ ყველაფერს რამხელა გავლენა აქვს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს ეს არის სამსახურები რომელიც საერთოდ გეოპოლიტიკას ატრიალებენ დღეს აქ ორი აზრი არის და როდესაც შენ გამოდიხარ და რაღაცა სისულელეებზე აპროტესტებ როდესაც ყველაზე მწვავე მდგომარეობა არის კიდევ ერთხელ მოგო პროტესტი აუცილებელია პროტესტის გარეშე არაფერი არ იცვლება მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა დგას ეს სერიოზული გამოწვევის წინ, გებძვის ყველა, განსანქცირებს ყველა, აი ეს რატო არ ესმის ქართულ ხალხს არ ვიცი, გასანქცირებს ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ყველა ომი. ყველა ომი, ბოლო 20 წლის განმავლობაში იქნება ეს ერაყი, ავღანისტანი, იქნება ეს ვიეტნამი, იქნება ეს სირია, იქნება ეს ეხლა ირანი, ანუ ეს ქვეყანა გასანქცირებს. და მისი ასე ვთქვათ თანამოძმეები რომელიც არ ყავს მაგრამ როგორც ჩანს ხო გასანქცირებს და გეუბნება რომ შენ თურმე შენი ფული არ უნდა გამოიყენო და ეს არის რა ქვია შენი რაც გეკუთვნის ის არ გეკუთვნის და სანქციების ქვეშ უნდა იცხოვრო მაგრამ სად არის ამ ქვეყნის სანქციები ამდენი ომის შემდეგ სად არის ამ ქვეყნის სანქციები არსად ხო ესეა ანუ აი ეს არის მის ამ ხალხს და აი ამ პერიოდში როდესაც ესეთი რთული სიტუაცია გამოდიან და რაღაც სისულელეებზე აპროტესტებენ. თუნდაც აი ძაღლების ამბავი. აი ძაღლების ამბავი. ცხოველთ მოყვარული ვარ უდიდესი და ეს თემა რომ წამოვწია და თქვი რომ ეს მგონია ეხა რაღაცა ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება ეს ყველაფერი გადამიარეს ცხოველთ მოყვარულებმა მაგ თემისგან გამომდინარე ეს რომ დავაფიქსირე და ვთქვი. მეტად არ უყვარს ძაღლები არ არის. ალბათ გაიგე ჩემი ძაღლის სხვა ხო და სუსად ვერაბებ მათ ხო ერთ აქვს დახულობ ეს ეგ მაწატალა ძაღლს მომყავს სახში. ესეთი დამოკიდებული მაქვს მე ცხოველებთან და ადამიანები რომელსაც ცხოველი არ უყვარს ის ადამიანი არასოდეს სანდო ადამიანი არ არის ხო? მაგრამ ამასთან ერთად უნდა გაიგო რომ შენ ქვეყანაში ინდოეთის სიტუაცია არ უნდა კონდეს. ძლივს არ ვიცი ეს ალბათ ძველთაობას ემახსოვრება რომ ცოფი პრობლემა იყო საქართველოში ხო? კი, შეგორდა. პრობლემა იყო და აი ეს პრობლემები დღეს შენ თუ არ გინდა რომ გქონდეს მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა იფიქრო ამ ყველაფერზე ხო? არავინ არ აწამებს ძაღლებს და არავინ ყველაზე აი მაგალითად აიღე ამერიკა. ჩემი ძაღლი ღმერთმა დაიფაროს და რომ დაიკარგოს
სულ რამოდენიმე კვირა ექნება თავშესაფარში, მაქსიმუმ 1 თვე სანამ დააძინებენ, ხო? აბა სანამ წაიყვანონ. თუ არავინ არ აიყვანს ჩემს ძაღლს და არავინ არ შეიფარებს, აი rescue dogs რო ქვია, მაშინ всё, დააძინებენ, ხო? ამიტომ არის რომ ამერიკაში ვერ ნახავ მაწანწალა ძაღლს საერთოდ. სად არიან შენი აზრით ეს ძაღლები? ანუ ამ ხელ ქვეყანაში ძაღლი არ არსებობს გარეთ მაწანწალა. საქართველოში ფაქტია რომ არ აძინებენ და ქუჩის ძაღლები ძალიან ბევრია და სადაც დაძინებაზეც გართულება მაქვს, იმიტომ რომ აი სხვანაირად თქვა, ნეტო შემეძლოს რაღაც თავშესაფარი გავაკეთე და ყველა ერთად მოუყარო თავი, მაგრამ ქუჩაში ამდენი უპატრონო ძაღლი საფრთხეც არის ამავდროულად. რა არის, აი აქ უნდა გამოიყენო, რაც გითხარით, კენედის სიტყვები რა. ის კი არ იკითხო რა შეუძლია შენ ქვეყანას და მთავრობას, შენ რა შეგიძლია გააკეთო. რა ქართველი ხალხი ვერ შეიკრიბება და 5 ლარს ვერ გადადებს იმისთვის, რომ დიდის ძაღლთა ის ხალხი ვინც დღეს გამოდის და აპროტესტებს, მიდი გააკეთე ეს. შექმენი GoFundMe ამისთვის 5 ლარი ვერ გაუმეტებია ძაღლებისთვის და ააშენე დიდი 3 მილიონი ადამიანი. აბა დაფიქრდი 3 მილიონი ადამიანი აქ არ აქვს მნიშვნელობა შენ პროსახელმწიფო ხარ თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძაღლები ხო ყველას გვიყვარს. მოდი დავდოთ თანხა ამაზე და ავაშენოთ რაღაც, ხო? ესე მოქმედებს ეფექტური საზოგადოება. მაგრამ არაეფექტური საზოგადოება გამოდის და აპრობლემებს ყველაფერს და თხოვს ემას რა ქვია მთავრობას რომ შენ უნდა გააკეთო. არა, მთავრობამ არა. მოდი შენ გააკეთე. იყავი ეფექტური საზოგადოება, ხო? ეს არის რა ქვია ამერიკაში ესეთი გამოთქმა მაქვს help me daddy, help me. რო ეს არის რა ქვია გამიკეთე მამიკო ყველაფერი. არ არის ესე ჩემო კარგებო. თუ პრობლემა გაქვს, მოდი შენ გადაუწყვიტე. ხო უკეთესად შეგიძლია. თავრობას მილიონი პრობლემა აქვს და მარტივი გზა აირჩია იმისთვის, რომ შენი შვილი ხვალე რომ გამოვა სკოლიდან, ძაღლმა არ დაგლიჯოს. ამისთვის მარტივი გზა აირჩია. მოდი, შენ უფრო ეფექტური გზა აირჩიე. შეკრიბე ხალხი, ყველას გვიყვარს ძაღლები, გააკეთე დიდი ძაღლების თავშესაფარი, სადაც ამ ძაღლებს წაიყვან და არჩენ. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. მადუროს ფაქტორი რა იყო ამერიკის მხრიდან? მე მარმა ფუფუნება პირველად ხარ ჩემთან, პირველად საუბრობ Facebook-ზეც პირველი ლაივია ჩემთვის და ამიტომ მინდა და ყველა პატარ-პატარა მომენტებში ყველა პოლიტიკური პროცესი ჩავატიო და ცოტა შორი პროცესი დიდი ხნის წინ მოხდა უკვე. პოლიტიკურად დიდი დრო არის უკვე გასული. თორე 1 თვე, 2 თვე, 3 თვე ყოველდღიურად ცხოვრებისთვის არ არის დიდი დრო, პოლიტიკისთვის დიდი დროა. მაგრამ იკითხები მაინც, რა იყო, რა ფაქტორი იყო და მსოფლიოს რა პრეცედენტი აჩვენა მადუროს გადაცემა? იცი რა არის, ეს ძალიან შევსაკვანს, ამიტომ შევეცდები ძალიან მოკლედ გიპასუხო. ეს იყო პრეცედენტი იმისი, რომ ნუ აქ multiple ფაქტორები იყო თუ სიმართლე თუ გინდა, ანუ რამოდენიმე ფაქტორი შემეძლეს, ეს იყო ტესტი ირანისთვის ასევე, იმიტომ რომ მადუროს მოხსნა და მოპარვა, ასე ვთქვათ, გატაცება ამერიკაში. შემეძლეს იყო სპეცოპერაცია ჩატარებული იმისთვის, რომ ენახებინა ტრამპისთვის, რომ ეს შესაძლებელია ირანშიც, იმიტომ რომ უკვე იგეგმებოდა ირანი იგეგმებოდა წლების წინ. არ ვიცი გახსოვთ თუ არა ვეზლი კლარკის სიტყვები 7 countries in 5 years. 7 ქვეყანა 5 წელიწადში, ხო და ირანი იყო ბოლო. ანუ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იგეგმებოდა. ჩემი აზრით, მადუროს ოპერაცია ჩატარდა რამოდენიმე მიზეზის გამო. ერთი რომ დომინანტურობა გამოეჩინა ამერიკას და ეთქვა, რომ აი რუსეთი და ჩინეთის გავლენა და ასე შემდეგ აქ არ იქნება ჩვენი ჰემოსფერა, ეს ერთი, ეს არის ძალიან კომპლექსური პასუხი და აქ ცოტა შორს არის წასვლა საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ მე დრო არ მაქვს ამისთვის და ამიტომ მოკლედ გიპასუხებ. და მეორე ის, რომ აი სამსახურები, ვინც ეს ოპერაცია ჩაატარეს და ტრამპს ანახეს, რომ ნახე რა მარტივია ამის გაკეთება, შეგვიძლია ეს ირანშიც გავაკეთოთ. რაღაცა სულ რამოდენიმე მოქმედებით ირანელ ხალხს მივცემთ იმის საშუალებას, რომ აჯანყდნენ, გადააყერავონ მთავრობა და შემდეგ ყველაფერი ჩვენი ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, ეს იყო გათვლა, რა თქმა უნდა, ეს იყო ეგეთი პიროვნებების, როგორც ეს ნატანიაჰუ და ასე შემდეგ ამათი ზეგავლენა ასევე, მაგრამ მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში კრიტიკა და აბსოლუტური კლოუნადა აღმოჩნდა არა მარტო მადუროს რეჟიმი ვერ შევცვალე და მადუროს მარჯვენა ხელი მართავს დღეს ვენესუელას, არამედ ვენესუელა პირიქით მდგომარეობაშია დღეს, ხო? მაგრამ ეს ჩვენი ტიპიური სავიზიტო ბარათია ეს ვაკეთებ ხოლმე. არ ვიცი ქართულ ტელემედიას სივრცეს ადევნებ თუ არა თვალს. ნაკლებად სიმართლე ვიკითხე. ნაკლებად ხო, ან ნახე ისეთი კითხვა მინდოდა ცოტა შედარება გაგეკეთებინა ამერიკულ მედიასა და ქართულ მედიას შორის, რა განსხვავებებს ხედავთ და ჟურნალისტიკა რამდენად დამოუკიდებელია მსოფლიოში. ჩვენი აზრი მაინტერესებს.
ჟურნალისტიკა იცი რა არის? მე ძალიან ვამოყობ ამერიკის დამოუკიდებელი ჟურნალისტებით. ეს არ იყო სადღაც 5 წლის წინ რო დაგესვა ეს კითხვა, ჩემთვის სხვანაირ პასუხს გაგცემდი, მაგრამ ამერიკაში არის მედიის რევოლუცია. აბსოლუტური ამ სიტყვის მნიშვნელობით. დღეს ამერიკას ყველაზე დიდი შანსები აქვს დამოუკიდებელი წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია, იმიტომ რომ ხალხმა გამოიღვიძა კოვიდის შემდეგ, ხალხმა გამოიღვიძა ომების შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მედიას ძალა არ აქვს, რომ ლეტალური მოქმედებებით რაღაც ან ლეტალურს ალგორითმს რაღაც დამღუპელი რაღაც ისეთი მოქმედებებით, მაგრამ რაღაცა კაცრი მოქმედებებით შეცვალოს რამე, მაგრამ დღეს ესეთი გამოგვიძება მედია სფეროში ამერიკაში არის სერიოზული პლუსი. ამიტომ არის რომ დღეს ხალხი ამერიკაში აღარ იმაშობა რა ქვია ქართულად როგორ არის ბალერშიკობს უკრაინას ამ ომში ხო აღარ უნდა უკრაინისთვის სასწაული ბილიონების გაგზავნა ანუ სულ სხვანაირი სიტუაცია გაი ავიღოთ ტომას მესის მაგალითი კონგრესმენი ტომას მესი მაგალითად ერთადერთი ადამიანია მარჯერი თეილორ გრინ და ტომას მესი და ალბათ როკანაც აუცილებლად უნდა ვახსენო აქ რომელმაც ესე ვთქვათ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპსტინის ფაილები გამოსულიყო, ხო? აშკარაოზე. და დღეს ებრძვიან ტომას მესის. იმიტომ რომ ეპსტინის ფაილების სააშკაროზე გამოტანა უნდოდა. ებრძვიან ტომას მესის ყველაფრით. ზაინისტები, ებრაული ზაინისტების მხარე და ქრისტიანული ზაინისტების მხარე, ხო? ანუ ჩადებული აქ მილიონები რომ ტომას მესი გააგდონ კონგრესიდან, მაგრამ რა მოხდა? ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი ადგა და ჩავიდა კენტაკიში. ანუ ესეთი რაღაცა ამერიკის ისტორიაში არ მომხდარა საერთოდ. ეს რაღაც არ გვახსოვს, რომ ამდენი ჟურნალისტი გაერთიანდა ტომას მესის გვერდით, ჩავიდა და ლაივებიდან და შოუებიდან, ასე ვთქვათ, კენტაკიდან მიმდინარეობს ყველაფერი. ხალხს ესაუბრებიან, ასწავლიან სინამდვილეში რა ხდება და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტომას მესის საერთოდ არ ჰქონდა თანხები, ხო? არ ქონდა თანხები გამარჯვებისთვის, როგორ შეიძლება როცა ხარ ჩვეულებრივი კონგრესმენი და არავინ არ გაფინანსებს და არავინ არ გიშვებს Fox News-ზე და ასე შემდეგ, როგორ უნდა მოიგო არჩევნები, როგორ და როცა ამერიკელი ხალხი გიდგას გვერდით აი ეგრე. და ამერიკელმა ხალხმა მილიონები ჩადო თავისი ბიჯებიდან, ხო, ანუ ვიღაცა $10 გადაიწყო, ვიღაცამ 1000 მარჯელი თეილორგიმნა თორცები 1000 არ მახსოვს ხა ზუსტი ნამერი და ასე შემდეგ და ბოლოს ტომას მესი ჰქონდა იმის ფული, რომ ეს კამპანია თუნდაც რაღაცა იმით გაეწია წინააღმდეგობა Deep State-ის და მეორე ზაინისტების კანდიდატისთვის, ხო? და ეს ძალიან მაგარია. ეხლა საქართველოს რაც შეეხება, მე საქართველოს მედია ძალიან არ მომწონს. იმიტომ რომ საქართველოს მედიას არ აქვს უნარი რომ საკუთარი საგამოძიებლო მოქმედებები ჩაატაროს. ისინი მხოლოდ აკოპირებენ რა ხდება მსოფლიოში, ხო? ეს ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ შეგიძლია დღეს ჟურნალისტები პირველი რო ანალიზის უნარი უნდა გქონდეს, არის მეორებდეთ თვითიყუშებით ვიღაცა თუ რაღაც სიტყვის ეს ერთი. მეორე უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი იმ დონეზე, რომ აი ძალიან სირცხვილია, მაგრამ ბევრ რაღაცაში ინდოეთის მედია გვჯობნის რა. ხო და ძალიან სირცხვილია, საკმაოდ first post-ი აიღე, ხო? აი გაცემა first post. ანუ აიან, ან ესეთი რომელსაც სრული ინგლისური ენის თემაში აქვთ multiple გადაცემები და მსოფლიო დონეზე მიყავთ ასე ვთქვათ ნიუსი, ხო? დღეს საქართველოს ეს არ აქვს. რაც არის ძალიან ცუდი. ესაა ძალიან ცუდი. და გარდა იმისა, რომ ინგლისური გადაცემები არ აქვთ, ქართულიც ვერ მიყავ. თულად კარგად რა, ასე რომ ესე იგი რა გვჭირდება საქართველოში? აი ესეთივე მედია რევოლუცია, როგორც ამერიკას აქვს დღეს დამოუკიდებელი პოდკასტერები, აი რამდენი ჭკვიანი ახალგაზრდა დღეს საქართველოში. ვიცი, იმიტომ რომ სუმწერენ. აი სუმწერენ აბსოლუტურად და ძალიან მაგრად ერკვევიან ბევრ რაღაცაში. ძალიან კარგად ესმით გეოპოლიტიკა. ესეთი განათლებული მთავრობა საქართველოს მთავრობა არ მაპატია თაობა საქართველოს არ ყოლია აქამდე. მე ამას ვამბობ ძალიან ის როგორ გითხრა ჯერ ამისი, იმიტომ რომ აი ძველი თაობა მაინც რაღაცა იმაშია მარწუხებში არის ჩასმული. კი. და ძალიან უჭირთ რაღაცების გაგება და ეს ახალგაზრდები ბევრად უფრო, იმიტომ რომ ისმენენ YouTube-ი აქვთ. და აი ეს გავლენა მაინც თავის შეება, ხო? ამიტომ ესეთი პოდკასტები, შენი პოდკასტი და სხვა პოდკასტები ძალიან აუცილებელია საქართველოსთვის. ძალიან. ტელევიზიები რაც არის საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია არც ერთი არ არის. არის სამთავრობო, ოპოზიციური, სხვადასხვა ჯგუფების ესე დანაწილებული და
ისევ აი როგორც შენ აღნიშნე, ჩემთვის მართლა მისაღებია თუ კი ეს დამოუკიდებელი ახალგაზრდები გამოგდებიან ბევრნი არენაზე, იმიტომ რომ ტელევიზიით, აი ტელევიზორში ადგება რაიმე გადაცემას უყურო, აზრს კარგავს, იმიტომ რომ ყველანაირად ჟურნალისტი არის ჩარჩოებში მოქცეული იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორ უნდა გაავრცელოს ეს ინფორმაცია შეფუთული, წინასწარ გიქმნის განწყობას, თავის აზრს გახვევს თავს და მერე გასმეინებს ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადებას. და წინასწარ შემზადებულია, ხო იცი როგორც ხდება ტელევიზიებში ჟურნალისტი წინა სიტყვაობას გაამზადებს, ეს უკვე მარკერია იმის, რომ შენ უნდა მოისმინო ეს განცხადება, მაგრამ უკვე წინასწარი განწყობა ჟურნალისტმა შეგიქმნა და კრიტიკულად და სხვანაირად ვერ შეხედავ. დამოკიდებულებას გიქმნის და ამიტომ არასდროს, როდესაც მინდა რაღაც განცხადებებს მოусმინო ხოლმე, ტოვებ ყოველთვის ჟურნალისტის შესავალს და გამოსასვლელ სიტყვას და ვუსმენ კონკრეტულ განცხადებებს მხოლოდ. რომ არ მოვექცე ვინმეს გავლენის ქვეშ და თავად გამოვიტანო დასკვნები და ქართულ ჟურნალისტიკაში ტელევიზიებს გულისხმობ, ეგ ძალიან პრობლემურია. ძრარი, კი, სწორი ხარ, მაგრამ ერთ რაღაცაში არ დაგეთანხმები, არ აქვს გასახანი. ყველაზე კარგი დროა და ყველაზე დიდი გასახანი გაქვს დღეს. არ ქონდა გასახანი 91 წელს. დღეს გაქვს ინტერნეტის სამყაროში. რა უნდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ინტერნეტის სამყარო. როგორ გონია, საქართველოს შეიძლება ძალიან ბევრი უყურებს იმედს, ასე შემდეგ, მაგრამ გააკეთე ძალიან მაგარი გადაცემა YouTube-ზე და ხვალე შემოვა YouTube-ზე და გიყურებს YouTube-ზე. ანუ გასახანი ყველაზე მეტი დღეს გაქვს. ამიტომ ესე დამოკიდებულება რო იცი არის მე იმედში მინდა და აქ მინდა და არა გადადე ეს არხები გვერდზე და ადექით გამოიყენე ის ხელსაწყოები რომელიც დღეს შენს აბსოლუტურად თავს ეს არის რა ქვია უფასოა ხო ესეა აბსოლუტურად მარკია ამ ყველაფრის გაკეთება და ძალიან ბევრი დღეს საქართველოს შევას აკეთებს და აქვს კიდე ფოლოვინგი ხო შეიძლება Facebook, YouTube და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს რო გასახანი არ არის, ამაში ვერ დაგეთანხმებ ყველაზე. ტელესივრცე ვიგულისხმე თორე ეს დამოუკიდებელი ბევრად საინტერესოა ხოლმე. მეტწილად მე ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით უსმენ სხვადასხვა ახალგაზრდების პოდკასტებს, იმიტომ რომ ტელევიზიით რომ უყურო აზრი არ აქვს. კი ბატონო. მარც მოგეწონება სიმართლე რო გითხრა. და ამიტომ თქვენი ნახე ამერიკა გადავიდა დამოუკიდებელ პოდკასტერებზე მიუხედავად იმისა, რომ Fox News-ი free აქვს და შეუძლია თავისუფლად უყურონ, ხო? ეს მოხდება საქართველოშიც, როდესაც თქვენ დაიწყებთ ამის გაკეთებას. ესე რომ თქვა და ელოდოთ რაღაცას, ხო, ამით არაფერი არ შეიცვლება, არც პროპაგანდისტი მთავარი არხი შეიცვლება და არც იმედი შეიცვლება, ხო? ასე რომ შეგიძლიათ, რომ თქვენით აიღოთ ეს თქვენს ხელში და გააკეთოთ ის რეცეპტი. დიდი მადლობა ჩემო კარგო, მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. შენც ასევე თეკლა და ძალიან დიდი მადლობა ყველანაირ წარმატებებს გისურვებ შენ პლატფორმაზე და იმედია რომ ძალიან დიდი პლატფორმა გექნება ერთჩვენერ დროს.